ვაიმე, წამოვდგე დროზე. გავიქცე დროზე, უნდა მოვიგო. მოვიგე, აბარა, yes! ვაიმე, მაინც გაგვასწრო რა. რანაირად მოგვიგო, პატარა ჭიმკა. ხო, ბიჭო, მართლა რანაირად მოგვიგო. ვერ არის ეს რა. წავედი მე, სულ ახალიდან ასეთი გასწრობანაზე სიარული. წაიქცა და მაინც მაჯობა რა. თურმე მიწია მქონია, რისთვის დავდიოდი 5 წელი. კილოსავ, ჩემ მოახალო მოსწავლე ნიკა. ყოჩახ, შენ პირველივეზე შემოხვედი, გასწრობანაზე გახვედი, შეჯიბზე და ეკრევე მოიგე, კილოსავ. ყოჩახ შილო რომ მოიგე, ძალიან კარგია, მოდი ჩემთან ბიჭო. ჩემო ბიჭო, ყოჩახ, როგორ მოიგე? უძლიერესი ყოფილხარ, რო არ გამეშვა ახლა შენ ამ შეჯიბლებაზე. ვაიმე, როგორ გეწყინებოდა. ყოჩახ, შენ ძლიერი ბიჭი ხარ ძალიან. შილო მოემზადი, ჰალშია გაგდეს თუ დაგიჭერთ. ყოჩახ შემობიჭი, ახლა ფეხლა წამოწექი, თოლშინ უკოტრიალო. წამოდი ახლა შვილო, წავიდეთ, დაჯილდოება გეწყება. პირველ ადგილზე გავედი, yes! ძალიან კარგია ეს. როგორ წავაგე ვაფშე, მესამე ადგილია, არც მეკუთვნოდა, ვაფშე პირველზე უნდა გავსულიყავი. ეს რა მოხდა ჩემს თავს? შენ რა გიქურს ვაფშე ბიჭო, შენ არ ხარ ისე პიჩქარი, მე უნდა მომიგო, ამან როგორ მოგიგო, ვინა ეს, ახალი მოსულია. თქვენ ახლა გაჩვენდით ორივენი, რომ მოვიგენ უქშურთ ახლა. არა, არ გშურს არც ერთს. აბა ეგ რა იყო? შურიანობა არ იყო? აბა როგორ შეიძლება? თქვენზე ჩქარი ვარ და კიდე პირველი ადგილი გინდათ? არა, მე რაღაც მოგიგეთ, ნუ გშურთ მართლა რა. მე წავედი რა. მეც აღარ მინდა აქ. ყოჩახ, შვილო, რომ მოიგე? აი ასეთი ძლიერი უნდა იყო ყველგან და ყველა დროს. მართლა ყოჩახ შილო, ეხლა წამოდი, სიურპრიზები უნდა გაგიკეთო ბევრი. რაღაცებს გიყიდი. რაც შენ მოგეწონება, იმას გიყიდი. მეც და მამაშენიც. კარგი დედა, წავიდეთ და ვიყიდოთ. აი მოვედით შილო, ეხლა შევიდეთ, ამ კორპუსთან მაღაზიებიც არის. კარგი მამა, შევიდეთ და ვიყიდოთ რაღაცები. ცოტა ხნის შემდეგ. ხო მოგეწონა შილო, რაებიც გიყიდეთ. შენი არჩეულია ყველაფერი. კი, მამიკო, ძალიან მომეწონა ყველაფერი. ხო, შილო, შენ რამდენჯერაც ასე მოიგებ ყველგან და ყოველთვის. დარწმუნებით გეუბნები, რომ ყოველთვის გიყიდი საჩუქრებს. ხომ კი ყიდულობ და კიდევ მეც. ото დაგვიფარე, აბა რა პრობლემები გაქვს? ჯერ ბავშვებმა გაესაუბრონეთ მათ და მერე ჩვენებ შენ სეირს. შეიდიოტო კაცო, შენ. ამ ბავშვების მამა ხალხ შენაი ზრდის ამ ბავშვებს. ჩვენ გავიდეთ, მერე დაველაპარაკოთ ამ კაცს. აი, ახლა გავიდეთ. შვილო, შენ აგდარჩი და გაესაუბრე ამ ბიჭებს. ესე იგი, რატო არ დამეხმარეთ დროზე ხეზე ვიყავი გაჭედილი და რატომ იმატოვეთ? აი, გაიძმა კაცობა და მეგობრობა. ბიჭო, მე ჩვენ დაგბრალდებოდა და მაგი. ხო, მასეა. ეხლა თქვენ, თუ მოვიდომე, ორივე ციხეში ამგაყოფინებთ თავს. გასაგებია? მიდი, აბა თუ მაგარი ხარ. ხო, აბა მიდი. 2 წუთი დამელოდი და 2 წუთში აქ პოლიცია გაჩნდება. გასაგებია? ფეხები არ მოვჭამა. მაგასაც ნახავთ. ზედმეტი ტლიკინით არაფერი მოგივათ. ცოტა ხანით დაიცოდეთ თქვენ. კარგი, ვიცით. პრობლემა არ არის. კარგი, ბიჭო, ჩვენ გავიდეთ. აბა დაუცადოთ, რისი თავი აქ. კაი, წამოდი. რისი თავიც მაქვს, ცოტა ხანში ნახავთ. დედა, მამა, მოურჩით საუბარს. გამოდით ახლა და თქვენი საუბრეთ. კარგი შვილო, მოვდივართ. აბა რა პრობლემებმა შეგაწუხათ? არ იცის ბიჭმა რა პრობლემებმა შეგვაწუხა, ვითომ.
ეხლავე ციხეში ჩამოგაყოფინებ მაგ გამპალთავს. შენ ბიჭო როგორ გაბედე და ჩვენ შვილს რა გაუბედე? ვითომ ახლა არ იცის ჩვენ შვილს რა გაუკეთ? ამას უყურე ერთი. ვა, ეს გოგოც რამდენს პლატაო. ეხლავე მე პოლიციას დაურეკავ და ნახავში. ბიჭო გოგოს როგორ ესაუბრები? ამას უყურე ერთი ტელიკინა უზრდელი. გამარჯობა პოლიცია. ასტონაში ვრეკავ? კარგით. გამოძახებაზე ვარ, თუ შეიძლება მობრძანდეთ, მე გაგესაუბრებით აქ რაც ხდება. მათ რა დაურეკა, დაუთხნე დროზე, შვილებო, მოემზადეთ, პოლიციაში და რეკას გავიქცეთ. ეხლა უნდა ბიჭს გაქცევა, აბა მიდი ეხლა გაიქეცი, ხო დაგიჭირე? კარგი ხო, მაპატიე ამ ერთხელ. ან ყველაფერს არასდროსად გაპატიებ, ეხლა მალე მოვიდეს პოლიციანე და რა ხდება აქ? აბა ვინდა მირეკა, შემეხმიანეთ ახლავე. მე დაგირეკეთ, აი ეს ადამიანი დააპატიმრეთ, რადგან ჩვენი შვილი ჯერ მოახერხე და მე ამათმა ბავშვებმა ხეზე რო ავიდა ჩემი ბავშვი დასამალად და მალობანას თამაშობდნენ. მიატოვეს ამათმა ამიზა ბავშვებმა და გაიქცნენ, დააკავეს სასწრაფოდ ყველანი. დიახ, როგორც თქვენ იძახით, ალბათ მართლა ეგრე იქნება. ამ კაცს მართლა ციხეში წავიყვან და ბავშვებს ბავშვთა ციხეში წავიყვან. იქ ბავშვებს რასაც უნდა ვერ გააკეთებინებენ. აი მერე ისწავლიან ჭკუას ბავშვებიც. ძალიან დიდი მადლობა. ამ სიკეთის არ დაგიწყებთ. ბიჭო, რა დროს ამ სიკეთის არ დავიწყება? რა მდგომარეობაში ვარ? და შენ პოლიცია, დიდი მადლობა ამ სიკეთისთვის. მეც არ დაგივიწყებთ ამ სიკეთეს. შენ წარუეცებ და მე რაღაც ნაუბნარი გოგო, მაშინ ჩემს მიიგდენა რა. აი, რა დროს ჩხუბია, ბიჭო, მე და შენ ერთად უნდა ვიყოთ, არა ვიჩხუბოთ, ძმა. მაგრამ კარგი, წავიყვან ამ სამ ბოროტ ადამიანს, აბა უყურაჭი. შენ რა, ბიჭო, მოწევა დაიწყე? მე რა მოხდა? აი ხო, მე რამე საქმეა, ცოტა კემიკოს, მაგრამ კაია. ეს აიყვანე ეს სამი ადამიანი ფოროტები არიან. მე მტყუბები, აღარასდროს ვერ მეგობრები. ხედავ შვილო, რა ძლიერები ვართ, მე და მამა შენ. ხო, დედა, შენ და მამა ყველაზე მაგრები ხართ. მოვიხსნა ეს სათვალე, არ ვარ ვიჩვეული, პირველად გავიკეთე. მეც მოვხსნა და სიგარეტის გამითავდა და სიგარეტსაც გადავაგდებ რა. მე ახალ ამბებს ჩავთავ, კენ რაც გინდათ კენით, რა ვიცი, რამდენი ხანი არ მომისმენია. კარგი, ჩართე, რამდენი იშრომე, გადაგვარჩინე. მიდი, რაც გინდა გავაკეთე. ხო, მამა, ჩართე თუ გინდა, მე არ მინდა, ისე ვიქნები. არ მიაჯერ თამაში. და რეკორდის მოხსნა იწყება 20 საათში, ჯერ არ არის მაგდენი ხანი გასული. გამარჯობა თქვენ უყურებთ ახალ ამბებს და დღეს საქართველოში ჩამოვიდა ილონ მასკი და რაკეტა ააფრინა. ამით კი გამშვიდობებით ნახვამდის. რა მოხდა ახალ ამბებში, აბა გვიამბე. რა მოხდა და ილონ მასკი ჩამოვიდა საქართველოში და რაკეტა ააფრენია. ძალიან კარგი ამბავია ეს. აი მე ნეტა იქ ყოფილიყავი, დავინახავი რაკეტის საფრენას, აღვფთოვანებდი. გოგო, ამდენი საქმეები გქონდა, რა დროს რაკეტის აფრენის დანახვა? შენ მეგონი პირველად გამიცალი და არ იცი რომ იყვას ეგეთი რაკეტები და ისინი? მე რა რო გიყვარს, საქმეები გქონდა, მაგისთვის გეცალა? კაი, ხო. აღამდა უკვე წავიდეთ დავიძინოთ. კარგი, დავიძინოთ. კაი, შილო, ახლა წადი და დაიძინე შენს, ღამეა უკვე, გვიანია.